პარტია თავისუფალი საქართველოს იმერთის ბიუროს კოორდინატორი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისის მერიას არასწორი გადაწყვეტილებების მიღება შეადანაშაულებს. Ძულაიას განმარტებით ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო ადგილობრივმა ბიუჯეტმა 100,000 ლარით იზარალა. ძულაიას ამის დასტურად მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტი მოყავს. დოკუმენტის მიხედვით სასამართლომ კერძო თუ საჯარო პირებისათვის მორალური თუ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით მერიას ჯარიმის სახით 100,000-მდე ოდენობის თანხა დააკისრა. არსებულ მდგომარეობაში ძულაიას საკრებულოს ადანაშაულებს. მისი განმარტებით საკანონმდებლო ორგანომ მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინოს. გავიხსენოთ თუნდაც მეცხრე-თვეში ყოფილი ქალბატონისგან თავისუფლებას სამსახურიდან, რომელსაც მოიგო სასამართლო გადაწყვეტილება და 4,000 ლარი უჯდება ხალხს, არა მერიას, არამედ ხალხს, რამე თუ ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს ეს თანხა. ამ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება და აქ არის ჩამონათვალი თუ ასეთი უგუნური გადაწყვეტილებები გადაუჯდა მერიას. ანუ რა დაგვიჯდა ჩვენ. ეს რა ტრაგედია, როდესაც თავის შეცდომას, თავის დანაშაულს ვისწავლეთ ჩვენ. ესე მერია მიიღო რაღაცა დანაშაულებული გადაწყვეტილება და ამის გამოსწორება მე ჩვენ გვიჯდება ადამიანებს ფული. მოუწოდებს საკრებულოს იდგეს თავის სიმაღლეზე და ასეთი საქციელების შადენის შემდეგ მერია გადააყენოს მერი პირდაპირ თავის მოვალეობის შესრულებიდან.